ალბათ მომავალში მაინც მომწევს საშუალებას, რომ ჩემი გულის ნიველი გამოვხატო. საშუალებას იმას მეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვიჩები. ისიც მეყოფა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული პოლიტიკური დევნა, არა მარტო ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე. ისინი თუ აპირებენ რაღაცნაირად გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება. გლები არათვინიერდებიან. ბატონო ბიძინა, გლების მოთვინიერება არის არა გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა მომართოთ მე სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება სადაც გნებავთ, იქიდან მიმართეთ. მე იმ დღეს წინა სხდომას უყურე ანდრო ჭიჭინაძისა. მსახიობი კაცი, ჩემი კოლეგა, რომელიც საქმეებს მე არ ვიხილავ. შეიძლება რა. ანუ აღკვეთთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ რა. კი ბატონო გისმენთ, სხვა საქმეებს არ ვიხილავ. ჩემი დამოკიდებულება კი ბატონო შეგიძლიათ ისაუბროთ. ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ. თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ ვინა ვარ, აპიროვნება ვარ? როგორ არ მაინტერესებს? გაინტერესებთ. აღკვეთთან დაკავშირებით კი ბატონო. გაინტერესებთ, უნდა მომისმინოთ. საქმე მე არ მაინტერესებს. უნდა მომისმინოთ, რომ გაიგოთ მე რა პიროვნება ვარ. დიახ, გისმენთ იმ ფარგლებში, რაც საქმე მაძლევს. ბატონო მოსამართლე. დიახ. ბატონო მოსამართლე. ძალიან გთხოვთ რომ შეარჩიეთ, ხო? ბატონო მოსამართლე. თქვენც უნდა შეარჩიოთ ტონი. რა თქმა უნდა, მე ტონი არ მიწევი არანაირად. ბატონო მოსამართლე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ბატონო ვებხვით. წინა სხდომებზე, როდესაც გელიაშვილი განიხილავდა ხო ჩვენ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნები და მაინც დაგვტოვა პატიმრებაში. მე პატივისცემა დამრჩა იმ ადამიანის მიმართ და რატომ იცით? იმიტომ რომ მისმენდა. მთელი გულის ყურით მისმენდა, იმიტომ რომ აინტერესებდა მას როგორ პიროვნებასთან ქონდა საქმე. არ მინდა რომ თქვენს გარეშე გავაგრძელო პროცესები. ძალიან გთხოვთ დაბრძანდით ან აღკვეთთან დაკავშირებით განმარტებას ვისმენ. აქ ხართ სასამართლოში. ვიცი. ძალიან კარგი. რომ იცით, მაშინ აღკვეთთან დაკავშირებით გისმენთ. და ეს სასამართლო არ უნდა ვაქციოთ ბოროტების ბუდეთ. ქალბატონო მოსამართლე. გასაგებია. ბოროტების ბუდეთ არ უნდა ვაქციოთ ეს სასამართლო. მე ამაზე მაქვს საუბარი.